დავიწყეთ, კაი. მოგესალმებით მეგობრებო, ძალიან მიხარია, რომ დავბრუნდით ამ სივრცეში. ვიწყებთ ახალ პროექტს, ახალ პოდკასტს, რომელსაც აქაც გვიწერია, ოთარი ექიმო ქვია, რაც ასეთი გადაწყვეტილება მივიღეთ, ხო ხშირად მიმართავენ ხოლმე, ხო, მაგალითად ირაკლი ექიმო, დათო ექიმო, ნინო ექიმო და გადავწყვიტეთ, რომ ჩვენ პოდკასტს დავარქვათ ოთარი ექიმო. პოდკასტის წარმოდგენია თვალის კლინიკა Eyeline, ადგილი, სადაც ძალიან მარტივია, აბსოლუტურად უმტკივნეულოდ დაემშვიდობოთ სათვალეს. დიდი მადლობა Eyelines. ბევრი ვიფიქრე პირველი სტუმარი ვინ უნდა ყოფილიყო ამ გადაცემის და მაინც დიდი ხნის მეგობარზე შევაჩერე ჩემი ყურადღება და დაუკავშირდი და მანაც უარი არ მითხრა. მოკლედ კომბუსტოლოგი, ანუ დამწრობის ექიმი, ვისაც ეს ტერმინი შეიძლება მოგეჩვენოთ, ის ძალიან უცხოთ. ხეჩინაშვილის კლინიკის დამწრობის ცენტრის ხელმძღვანელი, რამე ხო არ მეშლება ბატონო გუგა. გუგა ქაშიბაძეა დღეს ჩვენი პოდკასტის სტუმარი. გუგა, მოგესალმები. სალამი ოთარ, დიდი მადლობა მოწვევისათვის. დიდი მადლობა შენ, რომ მოიცალე და მარჯვენა ფეხით შემოვედი, ისე რომ კი, ანუ ზოგადად მეკლეთ მიწვევენ ხოლმე. ანუ კარგი ფეხი გაქვს. კი, პირველი ხარ, პირველი სტუმარი ხარ. მაინდა-მაინც შენ ფეხს დუენდობით. თქვენ ცოტა გააძრიეთ ხელი. თქვენ ცოტა იფიქრეთ. კარგი, მოდით, იცი რა არის, ხა ჩვენ ესეთი მეგობრულ რეჟიმში ვისაუბროთ და მგონია რომ ასე უფრო კარგი გამოვა ჩვენი დღევანდელი გადაცემა და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ერთად ვსწავლობდით, მე მაინც გამომეპარა ის პერიოდი, თუ როგორ აარჩიე შენ კონკრეტულად ეს სპეციალობა. საერთოდ შემთხვევით. ხო, როგორ მოხდა? სულ სხვა გეგმები მქონდა, ინსტიტუტის დამთავრების მერე გერმანიაში ვაპირებდი დასვლას სამედიცინო სამხატვრო აკადემიაში ჩაბარებას და მხატვრობა მინდოდა გამეგზელებინა, მაგრამ რაღაც ისე მოხდა ვერ წავედი, დავრჩი და საერთოდ შემთხვევით ბატონ ბესიკთან მივედით მე და დედაჩემი შორეული ნაცავი იყო იაშვილი, ბატონ ბესიკი იყო ჩემი უშუალო მასწავლებელი, ვინც მიმიღო, ვინც გამზარდა და ვინც ესე ვთქვათ მეორე მამობა გამიწია და საერთოდ შემთხვევით მოვხვდი დამწრობის ცენტრში. მაგრამ იმ წამსვე მივხვდი, რომ ეს იყო ჩემი ადგილი, იმხელა ეიფორია და იმხელა სიამონება მივიღე ამ პაციენტებთან ურთიერთობით. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ისეთი მძიმე სფეროა, საერთოდ ექიმობა ბუნებრივი ადვილი არ არის, მაგრამ აქ კიდე ოჯახურ ტრაგედიებს ხვდები, ოჯახის რამოდენიმე წევრის დამწრობა, ძალიან მძიმე შემთხვევები ბავშვთა დამწრობაც აკეთება, მაგრამ მიუხედავად ამისა, არც ერთ წამში ეჭვი არ მიმყარია, რომ სწორი მიმართულება ავირჩი. იმდენად ეს სიამოვნებას მომანიჭებს ეს ყოველდღიური ჩემი მუშაობა. სახში მე მიაკიდევაც, რომ რაღაცაშია საქმე. ხო, მე ეს თავში დამავიწყდა, მე თქვა, რომ შენ ძალიან კარგად ხატავ, ანუ შეიძლება ვინმეს გაუკვირდა, რომ სამხატვრო აკადემიაში სწავლის გაგრძელებას აპირებდი გერმანიაში. ახლა თუ ხატავ? კი, ყოველდღიურად მაინც ხატავ, ხელს მაინც ვამუშავებ, იმიტომ რომ ეს ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მაგისთვისაც რაღაც მცირე დროს მაინც პოულობ. იმიტომ რომ რაღაცით უნდა განიტვირთო. მაგ რამოდენიმე ესეთი ჰობი, რომელთაც ვთქვათ, რაღაც ამ სტრესს ვიხსნი, იმიტომ რომ გინდა არ გინდა ეს თითოეული მძიმე შემთხვევა და ტრაგედია გარკვეულ გავლენას მაინც ახდენს. სადღაც ილექება, ხო, მაინც. რაც არ უნდა იუმორი შეხვდე, რაც არ უნდა ესე აიცილო და აისხლიტო ეს ყველაფერი და ოჯახში არ მიიტანო, ხო? ეცნობიერად მაინც მოქმედებს, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ ხოლმე, რომ რაღაცა ესეთი თავი გავირთო ბრჭყალებში, ესე ვთქვათ. რამ გამოფენას ხო არ გეგმავ? აი, სერიოზულად, სრული სერიოზულობით გეკითხები, იმიტომ რომ ბევრი ნამუშევარი გაქვს შენ. რაღაცა ერთი გამოფენა გქონდა კიდევაც, მე და მამას გქონდა, მამა მოყვარული მხატვარი იყო, დაიწყო ძალიან გვიან ხატვა, 45 წლის ასაკში დაიწყო ხატვა. ჩემი საღებავებით. მე რო ხატავდი, მაშინ ყველას უგვიდა, რომ ნეტა ვისგან გამოყვანიჭიო, თუმცა მამა ხატავდა, მაგრამ მაშინ არ ვიცოდი თუ ხატავდი და ესე ვთქვათ, ერთობლივი გამოფენა გქონდა, მაგრამ ეს ყველაფერი მოყვარული დონეზე, იმიტომ რომ თვითონ მხატვრობა ისეთი სფეროა, რომ მას მეორე პროფესიად ვერასოდეს ვერ აიჩო. მთლიანად მთელი დრო უნდა მიუძღვნა, რომ რაღაცა ისეთი შემოქმედებითი შექმნა.
რო დაუბრუნდეთ შენს ძირითად საქმიანობას და დამწრობას, ანუ შენ ახსენე ახლა რომ აი ოჯახური დამწრობებიო, ბავშვებიო, ანუ შენ დარგში არ არის ცალცალკე ხო ბავშვთა და მოზრდილთა? არა, დაყოფილი არ არის. დაყოფილი არ არის, ერთი სპეციალისტი ყავს ყველა. ესე იგი, ჩვენი ლიცენზია არის პლასტიკური ქირურგია, გაგუფლება მუშაობის, როგორც ბავშვებში, ასევე თქვათ მოზრდილებში, ასევე თქვათ ჩვენ რეანიმატოლოგები მუშაობენ, როგორც თქვათ ბავშვთა რეანიმაციაში, ასევე თქვათ მოზრდილთა რეანიმაციაში დამზრობას გულისხმობ. კარგი, ყველაზე ხშირი მაინც აი შენი პრაქტიკიდან გამომდინარე, ხა ხელა გამოცდილება გაქვს, მაინც აი რა ტიპის დამწრობებია ყველაზე ხშირად? ესე იგი, ბავშვები სხვა მიზეზით იწვევიან, მოზრდილები სხვა მიზეზით იწვევიან. ბავშვები ძირითადად იწვევიან 3 წლამდე ასაკის ბავშვები, ეს არის საყოფაცხოვრებო, თქვათ, ტრავმა. აქვე მინდა ვთქვა, რომ თითოეულ ოჯახში ყველაზე სახიფათო ადგილი არის სამზარეულო. კი ბატონო. ეს ყველას გონია, რომ ყველაზე დაცული ადგილია, მაგრამ ცხელი წყალი იქ არის, გაზი იქ არის, მჭრელი საგნები იქ არის, სიმძიმეები იქ არის, ელექტროგაყვანილობა უმრავლესობა იქ არის. მიკროტალღური ღუმელიც იქ არის. ყველაზე სახიფათო ადგილი არის ოჯახში, ასე რომ ვთქვათ. ყავის აპარატიც იქ არის, ყველაფერი იქ არის. რასაც პატარა ბავშვი გუშინ არ აკეთებდა და დღეს არ აკეთებდა, ხვალ იმას აუცილებლად გააკეთებს. თუ ვთქვათ მარტო ქვედა უჯრას იყებდა, ხო? აუცილებლად უნდა ველოდოთ, რომ ზემო უჯრასაც და ნელა-ნელა აცუცდება, იმიტომ რომ ბავშვი იზრდება, ხო? ხო, რა თქმა უნდა. 3 წლამდე დამწრობების ძალიან ხშირი მიზეზია ცხელი წყალი, საჭმლის სახარში, ჩაი, ყავა და ასე შემდეგ. ჩემი ხა მე-3 შვილი მყავს და ყველაზე პატარა არის წლის და 7 თვის. და ეხლა ჩვენთან რჩება ხოლმე რა, როცა მოყავთ. ნუ ისინი შედარებით დიდები არიან, ანუ ბაღში დადის ოთო და ვიტატო სკოლის მოსწავლეა უკვე და ნუ შესაბამისად ეხლა ეგ პერიოდი გავიარეთ. და იკაკოს ირაკლის რაც შეეხება, მოკლედ ვასწავლეთ ესეთი რაღაცა, ცხელია. ანუ და თვითონაც ამბობს, ცელია? გეკითხება, ანუ ყავის ჭიქას რო გამოიტან დადებ მაგიდაზე, ცელია? გეკითხება. კი ბაბუ, ცხელია რო ვეტყვი და არ ეკარებ. ანუ სწორად მიყვავს. ზუსტად, იმიტომ რომ აი კლასიკური შემთხვევა ჭოჭენით მიდიან ელექტრომაღუდარას. ჩამოკაჩავენ და ბევრი არ არის საჭირო, დაახლოებით 100 მილილიტრი ცხელი წყალი 2 წლამდე ბავშვისთვის საკმარისია, რომ რეანიმაციის გაყოფილებაში აღმოჩნდეს, ხო? მოზრდილებს უკვე სხვა მიზეზები აქვთ. ეს არის სხვა ადვილად აალებადი სითხეები, გაზით დამწრობა, სხვა ხანძარი და ასე შემდეგ. ეს იმას არნიშნავს, რომ მოზრდილი თქვათ საჭმლის სახარშით არ იწვება, მაგრამ ხო, ეხა შემთხვევა ყველა რა თქმა უნდა, მაგრამ წამიერი ამბავია. ძირითადად ესეთი ესე ვართ ხოლმე დაყოფილები. მაგრამ მაინც გულსაწყვეტია ეს მარტო ქართული დამწრობის სტატისტიკა არ არის. ძირითადად 80% ეს არის გაუფრთხილებლობა და გარემოს არასწორად შეფასება. აი, ცოტა მეტი ყურადღება რო გამოიჩინა. ანუ სოფლიო სტატისტიკაა ეს. კი. სოფლიო სტატისტიკა. აი, ზუსტად გაუფრთხილებლობა ძალიან დიდი ციფრია, 80%, ანუ 10-დან 8 პაციენტი იწვება გაუფრთხილებლობით. ცოტა მეტი ყურადღება და ანუ 10 დამწრობიდან, მოდი ასე ვთქვათ, 8 პაციენტი გაუფრთხილებლობით იწვება. წარმოიდგინეთ, 100-ით რო ჩახედავ და ბენზინის დონეს შეამოწმებ იქ, უბედურ შემთხვევაზე საუბარიც არ არის. ხო, ნუ დიდი რისკია. როცა პატარა ბავშვი აბანაობს, ეჭირა დედამ უნდა ჩაყოს თითი და ტემპერატურა შეამოწმოს, ისე გადაავლოს ბავშვს, ხო, თითქოს ელემენტარულ რაღაცებზე საუბრობ, მაგრამ ძირითადად ესეთი შემთხვევები. გუგა, იცი რა მითხარი? აი, ხა ცხელი ახსენე შენ, რომ თითი უნდა ჩაყოსო და ზუსტად ესე ამოწმებენ ხოლმე და უშუალოდ რძეს სადილს პატარა ბავშვებისთვის. აი, თქვენს კომპეტენციაში თუ შემოდის პირის ღრუს დამწრობები? არა, ჩვენ კომპეტენციაში არ შემოდის, ერთვება ყელყური ერთვება, ძალიან ხშირად ადრე ეშლებოდათ ხოლმე. ენა, ლორწოვანი, ლოყის, საღლაპავის ქიმიური დამწრობა ჩვენთან მოყავდათ ხოლმე, მაგრამ ეს ჩვენი კომპეტენცია სცდება. გარედან დამწრობა არის კანი. კარგი, მოდი ხარისხებზე რომ მოგვიყვე, ანუ რა ხარისხის დამწრობები არის, ანუ რის მიხედვით არის შედგენილი. თქვენ ხო თქვენი სკალა გაქვთ, ხო? ხარისხები არის სიღრმის მიხედვით, ძალიან სულ არის 4 ხარისხი. პირველი ხარისხი ალბათ ყველა ვიცნობთ, ეს არის კანის გაწითლება, ანუ ჰიპერემია, აი მზეზე უბრალოდ რომ დაიწვევი და კანი გაგიწითლება. ანუ უბრალოდ ხელსაგანს რომ მიადებ ხელს და უცებ მოაშორებ. თუმცა კანის მთლიანობა არ ირღვება და მარტო მის გაწითლება და თქვა ტკივილი ახლავს თავს. ეს არის პირველი ხარისხი. რომელსაც პრაქტიკულად ყოველგვარი ბალამოსთა კრემის გარეშე 24 საათში უნდა ალაგდეს.
მეორე ხარისხი არის უკვე აი წვრილი ბუშტულაკები ან თხელკედლიანი ბუშტულაკები ოსაც ჩდება ხოლმე შედარებით ღრმა არის, მაგრამ ზედაპირული დამწრობად ითვლება. ეს არის ისეთი დამწრობა, რომ ორი კვირის განმავლობაში ერთი კვირიდან ორ კვირამდე თავისით ხურცდება. აი ცოტა დიდი ხანი თუ გაჩერდი მზეზე, ან თქვა ძალიან ცხელი არა, მაგრამ ისეთი საკმაოდ მაღალი ტემპერატურით სხვა წყალი გადაგელო და წვრილი ბუშტულაკები გაჩნდა, ну დაახლოებით ეს არის მეორე ხარისხი. მესამე ხარისხი იყოფა უკვე ორ ხარისხად, მესამე A ხარისხად და მესამე B ხარისხად. მესამე A ხარისხია უფრო დიდი ზომის ბუშტულაკების გაჩენა, გიგანტური, სქელკედლიანია უფრო, შიგთავსი ისეთი თხელი არ არის როგორც მეორე ხარისხის, აი შელესავით არის, უფრო მომკრივო არის. ეს არის მესამე A ხარისხი. მესამე A ხარისხი დაახლოებით 3 კვირა 4 კვირის განმავლობაში ხდება მისი შეხურცება. მესამე B ხარისხი უკვე კანის მთელი შრი არის დაზიანებული და მას პლასტიკა ჭირდება ხოლმე კანის გადანერგვა. მესამე B ხარისხის მერე მოდის მეოთხე ხარისხი, ეს არის ძალიან საკმაოდ ყველაზე ღრმა დამწრობა, როცა თქვა კანი კანქვეშა კუნთები და ძვლებიც კი არის ფაქტურად დამწვარი, ეს უკვე მეოთხე ხარისხია. მეოთხე ხარისხი ვითარდება მაგალითად ელექტროკონდაქტური დაზიანების დროს, სხვა ხანძრის დროს, ანუ ხანგრძლივად უნდა იყოს თერმულ აგენტთან კონტაქტი, რომ თქვა ესეთი ღრმა დამწრობა მიიღო. კანი ადვილად არ იწვება, იმიტომ რომ წყალს შეიცავს დიდი რაოდენობით და ძალიან უნდა თქვათ რაღაცა ისეთი იწოდეს მაღალ ტემპერატურას გამოყოფდეს, რომ ესეთი ხმა დამწრობა მიიღო. ეს შეიძლება იყოს საწვავი, ტანსაცმელი ადვილად აალებადი და ასე შემდეგ. ანუ კონტაქტის ხანგრძლივობას აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში და უშუალოდ კონტაქტის ხანგრძლივობას, ტემპერატურას, კონტაქტის ხანგრძლივობა აქვს იმ შემთხვევაში თუ არის კონტაქტური დამწრობა, მაგალითად ხელზე, ხო. ბუნებრივია ხარ როცა აი მზეზე? ხო, დროს აქვს რა თქმა უნდა მნიშვნელობა. ცხელსაგანს მაგალითად ხელს უდაადებ, ბუნებრივია გეტკინება და იმ წელსვე აიღებ, მაგრამ არის ესეთი მდგომარეობა, მაგალითად ან გულყრთი შეტევის დროს ან ასო მდგომარეობაში საკმაოდ ხანგრძლივი შეიძლება იყოს ეს კონტაქტი და ბუნებრივია ან თქვათ რაღაც გარკვეული მიზეზის გამო გზნობელობა შეიძლება იყოს ნევროლოგიური პრობლემა და პარესთეზიები და გზნობელობა შეიძლება იყოს დაქვეითებული თქვათ გეყინება ფეხები და სათბურს დაიდებენ ხოლმე ყოველგვარი ნაჭერში გახურვის გარეშე და პარეზიტლეგია დაუშვათ კი ბატონო მესამე მეოთხე ხარისხის დაზიანებასაც ძალიან მარტივია მაინც ყველაზე ძლიერი რომელი ფაქტორია ანუ ყველაზეძლიერად რა აზიანებს მაინც კანს თუ არ არის ასე ესე პირობითად არა მინახია მაგალითად ძალიან ისეთი ბანალური მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი კონტაქტი ყოფილა ეხა ისეთი დამწრობა მინახია მაგალითად რადიატორიდან რომელიც თქვა ხელს უდაადებდი რაღაც წამების განმავლობაში შეგელო გაიჩერებინა მაგრამ საკმაოდ ხანგრძლივი ექსპოზიცია ყოფილა რა მაგალითად ძალიან ისეთი ღრმა დამწრობებს იწვევს ეს ელექტროკონდაქტური დაზიანება ეს არის საშინელი ტრავმა არის განსაკუთრებით მაღალ ძაბვაზეა საუბარი მეხის დაცემა ასევე თქვა ძალიან მაღალი ლეტალობით და ასევე ჩვენი სფეროარი მუხინვა ისიც თერმული დაზიანება რომელსაც თქვა თქვენი სფეროა ხო აი ამის კითხვა მინდოდა ზამთარში გვაქვს ხოლმე საკმაოდ ბევრი პაციენტი მყავს თუმცა ზაფხულშიც ყოფილა მუყინვა თქვა თხევადი აზოტის აორთქლების შედეგად მუყინვა ეს ალბათ უფრო პროფესიულია ხო კი შედარებით იშვიათია მაგრამ სამწუხაროდ გვაქვს ხოლმე მუყინვაც საკმაოდ ხმა დამწრობა. აქაც ხარისხებია ალბათ. კი, აქაც ხარისხებია, დაახლოებით ანალოგიურია, როგორც ვთქვათ, თერმული დაზიანება მაღალი ტემპერატურით, თუმცა თავის სპეციფიკა გააჩნია. ძირითადად დასვლელები, მონადირეები, რაიონში მაცხოვრებლები იღებენ ხოლმე მუყინვას, მაგალითად, ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტში მოუწია გადასვლა და ღამე სიარული და ვთქვათ, თუმცა ისეთი შემთხვევებს ქონია მაგალითად წელს ყავდა პაციენტი რომელსაც სალოცავში 10 კილომეტრი ფეხშველა იარა, იმიტომ რომ ჩაუთქვა და გაიხადა და ფეხშველა იარა და შესაბამისად ფეხებზე მოყინა. ხო, 10 თითი მოეყინა თლებს გადარჩა ამპუტაციას. ეგეთ შემთხვევებიც რა თქმა უნდა უგა, აი მიდგომები დაუშვათ მკურნალობა რამდენად განსხვავებულია დამწრობას და მოყინვას შორის. ხო, რო არის იცი თვითონ დამწრობის სხვა პერიოდში სხვა ხარისხი შეიძლება თქვა სხვა კრემი და მალამბო იხმარო. ის კი არა თქვა ერთ და იგივე ჭრილობაზე შეიძლება რაღაცა უბანზე სხვა პრეპარატი იხმარო და რაღაცა უბანზე სხვა პრეპარატი სადაც ზედაპირულია, გააჩნია ამოცანა არის შენი თქვა ანტიბაქტერიული შეხურცების იმის მიუხედავად რუკას ყოფილა შემთხვევა ერთ და იგივე პაციენტზე ერთ და იგივე თქვა ნაწილის დამწრობაზე სამი სხვადასხვა პრეპარატი
გვიხმარია. ამიტომ ვთქვათ, ძალიან რთულია ხოლმე იშვიათად რომ დასაწყისიდან ბოლომდე ერთ-ეგივე პრეპარატს ვთქვათ ხმარობ. ოპერაციული ჩარევა რას გულისხმობს თქვენ შემთხვევაში? ოპერაციული ჩარევა გულისხმობს მკვდარი ქსოვილების მოცილებას, ანუ ნეკრექტომიას და საკუთარი კანის საფარველის გადატანას სადონორო უბნიდან, ვთქვათ, დამწვარ ქსოვილებს. აი მაგალითად რომ მოვიყვანოთ, დაუშვათ დამეწვა ხელი. მაგალითად მტევნების დამწვრობა, როცა ხდება, ვთქვათ, მესამე ბიხარისხის მტევნის დორზალური ზედაპირის, ძირითადად დორზალური ზედაპირი იწვება ხოლმე, იმიტომ რომ ხელსგულზე ფიზიოლოგიურად სქელი კანია, ხდება სპეციალური აპარატი თამბისგან მთლიანად ამ ნეკროზის მოცილება. ფასიალური ამოკვეთა. ეს საერთო ანესთეზიის ქვეშ ხდება? უნებრივია, იმიტომ რომ ტანგენციალური ამოკვეთა ხდება საღებსოვლის ზონაზე, ან ფასიამდე ხდება მთლიანად ამოკვეთა და სადონორო უბნიდან ძირითადად ბარძაყიდან მთლიანად კანის გადატანა, რაცა მტევნის ფუნქცია შენარჩუნებული იქნას. იმ ბარძაყზე მერე თავისით ხდება რეგენერაცია? დაახლოებით მილიმეტრი და 2 სისქის კანის აღება ხდება ხოლმე იმ ადგილას. თმაც იზრდება და თავისით ხდება რეგენერაცია. უბრალოდ კანის ეს თხელი ფენის გადმოტანა ხდება და თავიდან ხელთათმანივით ახალი მტევნის შეკერვა. საყურებლად ძალიან საინტერესოა, მაგრამ საინტერესო პროცესია, არავის არ უსურვეთ რაზეა საუბარი, მაგრამ თვითონ პროცესი საინტერესოა. ესეთ ოპერაციები კეთდება ხოლმე დამწვრობის მიღებიდან დაახლოებით მე-3-მე-4 დღეს, როცა ვთქვათ, სანამ დაინფიცირება მოხდება და მოხდება მკვდარი ქსოვილების ესე ვთქვათ გალღობა. რათა რაც უფრო სწრაფად კეთდება, მით უფრო უკეთესი შედეგია, რათა ფუნქცია ესთეტიური ვარიანტი იქნება თუ ფუნქციური ვარიანტი იქნება, დროზე იქნეს ლიკვიდირებული. სანამ შემდეგ შეკითხვაზე გადავალ, მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პოდკასტის წარმდგენია თვალის კლინიკა Eyeline, ადგილი, სადაც ძალიან მარტივად, აბსოლუტურად უმტკივნეულოდ შეგიძლიათ დაემშვიდობოთ სათვალეს. ლეგვის ნახარში ხა გავიგე რომ ძალიან გადაცემებია ამასთან დაკავშირებით და შენს არაერთხელ ყოფილ ხარ ჩვენი სტუმარი უკვე ტელევიზიაში და გვისაუბრია, მაგრამ მაინც ხა რო არ კითხო, კიდე აქტუალურია ეს თემა, კიდე ხდება ლეგვის ნახარში დამწვრობა? აღარ არის აქტუალური, 2 წელია ბავშვის შემთხვევა აღარ ყოფილა. მაგრამ საკმაოდ ისეთი ტრადიციად იყო ჩამოყალიბებული 12 წლის განმავლობაში ვღებულობდით ესეთ პაციენტებს. ალბათ ის პირველი პაციენტი უკვე ხა ძველ ვიდეოებს რო უყურებ ხოლმე, სადაც ინტერვიუები მაქვს, ისეთი ახალგაზრდა ვარ, შავი ულაშებით. 12 წელს. როცა ლეგვის ნახარზე საუბრობ. შარშან მყავდა 2 პაციენტი, უბრალოდ ლეგვის ხის ელექტროხერხით მოხერხვის დროს ნახერხი ეყრებოდა და იმათმა გამოიწვია დამწვრობა, მაგრამ ეს ლეგვის ფოთლების ნახარსის ვარიანტი. ნახერხმა როგორ გამოიწვია? ქიმიური დამწვრობა გამოიწვია, რო ეყრებოდა. ხო, წელზევით გახდილი, ჩოგლებურად ხერხავდა. და ამ ნახერხმა გამოიწვია? იმიტომ რომ ქიმია ძალიან აქტიურია. აი ლეგვის ფოთოლს მოწყვიდა ამ თვითონ ნაყოფს. აი რძესავი თეთრი, აი ის არის აქტიური. და ამ ნახერხის შედეგად მიიღო, აი რომელი ხარისხის დამწვრობა? მეორე, მე-3 ხარისხის უბრალოდ ეყრებოდა, სერიოზული დამწვრობა არ ყოფილა, მაგრამ უბნობრივად ეს წერტილობრივად მაინც ამოჭამა კანი. ხო, რა საინტერესოა, ეს ნამდვილად არ ვიცოდი, თუ ასე ნახერხსაც შეუძლია. რამოდენიმე სცენარია ესეთი ქიმიურად აქტიური, უბრალოდ არ ჩამოვთვლი, ბუნებრივია რომ ვინმე კიდევ მსგავსად არ გამეორებს, მაგრამ არის იქ რამოდენიმე სცენარე ჩვენ გეოგრაფიულ არეალში იზრდება, რომელიც თქვათ იწვევს დამწვრობის მსგავს დაზიანებებს და თქვათ წყლულებს. ერთ-ერთი ლეღვია. ისტორიას რო გადავხედოთ, ძალიან საინტერესო რაღაცები ხომ მეც ერთგვარად ხო მოვემზადე შენთან შესაყვედრად. როდესაც ასეთ სერიოზულ თემებზე ვსაუბრობთ, თორე სხვა გარემოში და სხვა სიტუაციაში არ მჭირდება მე შენთან შესაყვედრად არანაირი მომზადება, გამზადებულები მოვდივართ ხოლმე ორივე და გამზადებულები მივდივართ სახლში, ხო? ნახე, ანუ ესეთი საინტერესო რაღაცაა, მაგალითად, აი ძველ ეგვიპტეშიო თაფლს ხმარობდენო დამწვრობაზეო, ხო? საბერძნეთშიო ღვინოს ხმარობდენო, შუა საუკუნეების ევროპაში თფილი ზეთი და შარდი გამოიყენებოდაო ადამიანისო. აი
აი ამ თემაზეც რო გვესაუბრო, ანუ რამდენად სწორად იქცეოდნენ ანტიკურ ეპოქაში და შუა საუკუნეებში. ხო, ბუნებრივია, როცა ვთქვათ, არაფერი საშუალება არ გაქვს და თანამედროვე არანაირი პრეპარატი არ გაქვს, ბუნებრივი მაშინ არც ანტიბიოტიკი იყო და არც ბუნებრივი საშუალებები რაც ხელთან გაქვს, ის უნდა გამოიყენოს. მაინც ყველაზე ახლოს რომელია სასიმართლეს? მე ვფიქრობ, იმიტომ რომ ანტიბაქტერიული თვისებები გააჩნია მას საკმაოდ ისეთი, თუმცა ალერგიული არის. მაგრამ ესე მგონია, რომ ძველ ეგვიპტეში ალერგიულები ალბათ უფრო ნაკლები იყვნენ, ვიდრე ეხლა. ღვინდის ვერაფერს ვერ მოგახსენებ, მაგრამ მასაც გარკვეული ანტიოქსიდანტური და ანტიბაქტერიული თვისებები მაინც გააჩნია. თავისი თვითონ ღვინოც არ ფუჭდება ადვილად ეს. თუ სწორად არის შენახული. შარდზე არ მიფიქრია და ალბათ არც ვფიქრებ ძალიან ბევრს. ზეთი, თბილი ზეთი. თბილი ზეთი როგორ არის ის გარკვეულ აფქს წარმოქმნის და მის ქვეშ ძალიან ადვილად მრავლდებიან ბაქტერიები უხაერო სივრცეში. ამიტომ ვთქვათ, თვითონ ზეთოვან ფუძეზე დამზადებულ მალამოებსაც ძალიან იშვიათად ვიყენებთ ხოლმე. თუმცა გააჩნია ჩვენებიდან მათაც მაინც ვიყენებთ. თანამედროვე ეს პრეპარატები რაც არის წარმოებული, რასაც სოფლიოში იყენებენ, მაინც ძირითადად ანტიბაქტერიული თვისებების არიან დაფუძნებული. ძალიან იშვიათად იყენებენ ბიოლოგიური პროდუქტებიდან მიღებულ, თქვათ, ბიოლოგიური პროდუქტებიდან მიღებულ პრეპარატებს. იმიტომ რომ მათ აი ესეთი ანტიბაქტერიული თვისებები, თქვათ, პათოლოგიურ ფლორაზე მოქმედებს ფაქტიურად ესეთი არის. რამოდენიმე სცენარია და თაფლი არის ესეთი. ანუ მაინც ეგვიპტელები ყველაზე ახლოს იყვნენ ჭეშმარიტებასთან. კი, ესე მგონია. ასე გამოვიდა. რაც ადამიანი გაჩნდა და რაც პრომეთემ თუ ამირანმა ცეცხლი მოგვიტანა, დამწრობაც საკმაოდ ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული ტრავმაა. ტრავმა. კი ბატონო. აი ნახე კიდე ისი კითხვა მინდა, როდესაც პოლიტრაუმებია, ანუ აი შერწყმულია, ხო? შეიძლება მაგალითად ღმერთმა ყველა დაიფაროს და ავტოსაგზაო შემთხვევებია, საკმაოდ ხშირია. მოტეხილობაც არის, დამწრობაც არის, აი ესეთი პოლიმიდგომა როგორია თქვენი, ანუ როგორ მოქმედებთ ერთად სხვა სპეციალიზაციის ექიმებთან? გარკვეული გამოცდილება ჩვენს დაგვიგროვდა, მაგიტომაც არის მნიშვნელოვანი თვითონ დამწრობის ცენტრი მრავალპროფილიანი კლინიკის ბაზაზე არსებობს, იმიტომ რომ არ გჭირდება თქვათ კონსულტანტის ჯობია ასე იყოს, ხო? რა თქმა უნდა, მე შენგან მახსოვს, რომ კი, ჯობია რომ იყოს თქვათ პოლიპროფილურში. იმიტომ რომ ახლა იქ სხვადასხვა თქვათ ქირურგიული პროფილი, ტრავმატოლოგია, თვალის ექიმი, ანუ იქვე ყავს და იმიტომ რომ კომპლექსურად ხდება ამ ყველაფრის მკურნალობა. ძალიან იშვიათია ხოლმე მარტო ლოკალურად დამწრობა იყოს და თქვათ ხშირად ერთ ოპერაციაში რამოდენიმე სპეციალობის ქირურგი მუშაობს კიდევაც, განსაკუთრებით ავტოსაგზაო შემთხვევების დროს. და კიდე ნახე რა მაინტერესებს, აი მოხდა დამწრობა, სანამ შენამდე მოვალთ. ანუ სწორი ქმედება რა არის ჩვენი? როგორ მოვით? გასაგებია რომ გააჩნია რითი არის ეს დამწრობა და აი მოდი მიუყვეთ ნელ-ნელა და გითხარი რა შემთხვევაში როგორ მოვიქცეთ სანამ შენამდე მოვალთ. პირველივე რამოდენიმე წუთში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად ჩატარებულ პირველად დახმარებას, ან ჩვენივე თავს ვეხმარებით, ან თქვათ ვინმეს ვეხმარებით. ეს არის შეიძლება სწრაფად დამწვარ უბნებზე ტანსაცმლის გახდა. ძალიან ხშირად ყოფილა ესეთი სიტუაცია, რომ ისეთ ადგილას დამწვარან, რომ მორიდებიათ, თქვათ, ტანსაცმლის გახდა, იმიტომ რომ ხო, ხალხია და საზოგადოებაა. იმიტომ რომ თვითონ ეს ტანსაცმელი კიდევ უფრო ახურებს და გაგრილებას ხელს უშლის და კიდევ უფრო აღმავებს, თქვათ, დამწრობას. ხა, სუსტად ისეთი შედარება არ არის, მაგრამ აი გოჯს რო ფუფქავენ ხოლმე, ადუღებულ წყალს ასხავენ და თქვათ, მარლას გადააფარებენ ხოლმე, რომ კარგად ჩაი, აი ტანსაცმელს ეგ ეფექტია. დაახლოებით ესეთი ეფექტი. ანუ პირველივე რამდენიმე წელში ასილება სწრაფად ტანსაცმლის გახდა. შემდეგ ასევე რამოდენიმე წუთის განმავლობაში მნიშვნელობა აქვს გამდინარე ცივი წყლის ქვეშ ყოფნას, იმიტომ რომ ტემპერატურის ზემოქმედება დაახლოებით 1 და 3 წუთამდე გრძელდება, ამიტომ მნიშვნელოვანია გამდინარე ცივი წყლის ქვეშ, თუ ეს ასილება სწრაფად გაგრილდეს. ყოველ შემთხვევაში მე რო დავიწვა, იმ წელს პირველი რასაც ვაკეთებ ეს არის ტანსაცმლის გახდა და გამდინარე წყლის ქვეშ შეუშვირო დამწვარი
ადგილი. ეს წყალი ცივი უნდა იყოს თუ ოთახის ტემპერატურა? ოთახის ტემპერატურის დაახლოებით ონკანის არ არის რეკომენდებული მაგალითად. არც გაყინული ძალიან გაყინული ან ყინულებს იდებენ და მაგრამ დაახლოებით 5 წუთის მერე უკვე აზრი აღარ აქვს ამ ცივ წყალს. თუმცა იმ მომენტში პაციენტს სიამოვნებს ცივ წყალში და ყოფილა შემთხვევები რომ ვთქვათ ქვაბით ცივი წყალი და ხელი ჩაყოფილი ისე მოსულან მიმღებში რომ ამოღებისას უკვე მტკივნეულია და სულ უნდა რომ ჩაყოფილი ქონდეს ეს ეგეთ შემთხვევით ყოფილა. შემდეგ უკვე სახში თუ გვაქვს ანტიბაქტერიული მალამო, გადახვევა თუ კარის მთლიანობა დარღვეულია და ჯობია ექიმთან ვიზიტი, რათა ზუსტად შეფასდეს. მაგალითად ღრმა მესამე ხარისხის დამწრობა ტკივილი არ ახასიათებს პირველი პერიოდი. ფერი არის ოდნავ შეცვლილი, ეს პილოსთulis ფერი, მოთეთრო მოყვითალო ფერისაა, ტკივილი არ ახასიათებს და აი დისკომფორტი იწყება მესამე-მეოთხე დღიდან. და პირიქით მეორე ხარისხის მესამე ხარისხის დიდი ბუშტულაკებია, კარის მთლიანობა დარღვეული და ის უფრო საშიშად გამოიყურება. ერთი შეხედვით, ვაიმე ესეც ანუ იმაზე ღრმა რომ არაფერი არ გონია და აი მესამე ხარისხს გონია რომ არაფერი არის, ოდნავ ფერი აქ შეცვლილი, მზობელობა დაქვეითებული და გაივლის. არ და ის უფრო საშიშია და ის უფრო საყურადღება. ამიტომ ჯობია ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ექიმმა გადაწყვიტოს. მით უმეტეს თუ პატარა ბავშვთან გვაქვს საქმე. ხო, ანუ ვაცილებთ ტანსაცმელს და გამდინარე ცივ წყალს და მე მოვდივართ უკვე სპეციალისტთან. ისი არის აწყობილი რომ ზარი 1-1-2-ში ფოტოშორის ძალიან მწყის ხომე 112-ს რო იძახია, იმიტომ რომ სწორი ფორმულირება არის 1-1-2. იცი ეს საიდან მოდის 1-1-2? საიდან? აი მაგალითად 9-1-1 რატო არის და არ არის 911, იმიტომ რომ პატარა ბავშვებმა თქვა მაგალითად 4-5-6 წლის ასაკში 112 არ იციან. 1-1-2. 1-1-2 ყველა მეც. ამიტომ არ არის სწორი რომ 112-ს ვიძახთ. 1-1-1-იც მაქედან მოდის. ვა, რა საინტერესო, რა გავფიქრებულ ვარ არასდროს. და 911 არ არის, იმიტომ რომ 1-1-2-ზე ვთქვათ 5-6 წლის ბავშვმაც თავისუფლად აკრიფავს და 112 შეიძლება ვერ მიხვდეს რა არის და კი ბატონო, გაუჭირდეს დამხსოვრება. ამიტომ ჩვენთან ახლა ისე არის აწყობილი ჯანდაცვის სამინისტროს საერთოდ რომ ზარი 112-ში და თვითონ რეგიონშიც გადაყავს კლინიკაში, ხდება გასტაბილურდება და მე კატასტროფის ბრიგადით უკვე დამწრობის ცენტრში გადმოყვანა. ასე რომ თქვათ აი ამ ხრივ მოწესრიგებულად გვაქვს ეს. კი ბატონო. თვითონ ეს დარგი. რამ ხელა მნიშვნელობა ენიჭება, რამდენად დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროცენტულობას, ანუ სხეულის დაზიანების ეს ამასაც შევეხოთ. ესე იგი რომ მივყვეთ ძალიან ბევრ რაღაცას აქვს დამწრობაში მნიშვნელობა. ერთი რომ ზევით რაც ვთქვით, სიღრმე, ანუ ხარისხი და მეორე არის ძალიან მნიშვნელოვანი ფართობი. ბუნებრივია, რაც უფრო დიდი ფართობია, მით უფრო სერიოზულია ტრავმა. ძალიან უხეშად რო ვთქვათ, ზემოკიდური არის 9%. მეორე ზემოკიდური შესაბამისად 9%, ქვემოკიდური 18%, გულკერდი 18%, ზურგი 18%. მაგრამ მაგაზე უფრო მარტივი არის დაახლოებით ერთი ხელის გული არის 1%. ნუ მეტნაკლებად დაახლოებით ესე უხეშად ესე ითვლება. ეს ფართობი, ეს სიღრმე, მაგრამ ეს ორიც არ არის გადამწყვეტი. მესამე არის კიდე ლოკალიზაცია. რა ადგილი აქვს დამწვარი. მაგალითად შეიძლება იყოს 1% ხმა დამზიანება, მაგრამ ეს იყოს კისრის წინა ზედაპირი ძალიან საშიში იყოს ეს ყველაფერი, მაგალითად. ამიტომ ლოკალიზაციასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა ყოფილა, რომ თუ მაგალითად ცირკულარულია დამწრობა და ღრმა დაზიანება, მას სჭირდება ხოლმე ლამპასური განაკვეთების ისლის მოგცევა რომ აღდგეს. არც ეს სამი ფაქტორი არ არის გადამწყვეტი მაგალითად სიღრმე, ფართობი, ლოკალიზაცია კიდე ამას ემატება ასაკი პაციენტის. პატარა ბავშვებში და ხანდაზმულებში სხვანაირად მიდის, გაცილებით უფრო საშიშად მიდის დამწრობა. ამიტომ აი ეს 4 ფაქტორი არის. რასთან არის ეს დაკავშირებული, ანუ აი ასაკოვანი და ასაკოვანი რატომ მათი კანი ძალიან თხელია, ძალიან ნაზია, შედარებით ხმა დამწრობას იღებენ, ინტოქსიკაციის პერიოდი უფრო რთულად გადააქვთ, სეპტიკოტოკსემია. ამიტომ განსაკუთრებით ყურადღება ახომე. სამწუხაროდ ძალიან ხშირია მოხუცებში დამწრობა, იმიტომ რომ ცივაც სითბო უნდა თხომე, ახლოს არიან სითბოს წყაროსთან ხშირია ხომე ხანძრები, ბევრი აცვია ტანსაცმელზე მოეკიდე ვერ ჩააქრობს სუსტად და ამიტომ აი მასაც ძალიან დიდი ყურადღება, როგორც პატარა ბავშვებს ვაქცევთ ყურადღებას, ასევე ვთქვათ თავისთავად. ამიტომ ესე იგი ფართობი, სიღრმე, ასაკი და ლოკალიზაცია. აი ამ 4 ფაქტორის ერთად შეკრებით უკვე ექიმი წვითავს
უნდა მოთავსდეს პაციენტი რეანიმაციის გაყოფილებაში, ქირურგიულ გაყოფილებაში, თუ ეს ყველაფერი ამბულატორიულად შეიძლება ჩაუტარდეს. ზოგადად რა დრო ჭირდება აღსადგენად კანს? გააჩნია სიღრმეს გააჩნია ფართობს ვთქვათ ერთი ოპერაცია გჭირდება როცა ღრმადაზიანება შეიძლება ვთქვათ ერთ ოპერაციაში ვერ ჩაეტიო და ყოლია პაციენტები ვთქვათ 10-ზე მეტი ოპერაციაც 10-ზე მეტი გადანეგოც კი გაკეთებია წარმოიდგინეთ რა ხელა მასშტაბია ყოლია პაციენტები საკუთარი კანის ფართობი არ ყოფილა და ერთხელ აღებული კანიდან შეხურთების მერე განმეორებითაც მომხდარა აღება ყოფილა პაციენტები დონორის კანი გამოყენებია ცოცხალი დონორის კანი დედმამიშვილს ამ შობელს მიუცია კანი ეს დროებითი საფარი ეგეთი შემთხვევებიც ამ შემთხვევაშიც არის შეთავსება ამ შემთხვევაში ნაკლებად არ თუმცა ანუ აქ მნიშვნელობას იხლის ჯგუფს რეზულს მაგრამ ეს მაინც დროებითი საფარია სადღაც 1 თვიდან 3 თვემდე ძლებს ეს კანი მე ბუნებრივია მას იცილებს სამუდამოდ მაინც საკუთარი კანი თუნდა დაიფაროს აჰა გასაგებია ანუ ეს დროებითი საფარი ხო არის ქვეყნები სადაც თქვა კანის ბანკია და მიცვალებულს კანს იყენებენ ამ შემთხვევაში ჩვენთან კანონმდებლობა საშუალებას არ გვაძლევს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში არის ქვეყნები სადაც ცხოველურ კანს იყენებენ როგორც დროებით საფარს ეს არის ძირითადად ღორის კანი სპეციალურად ლიოფილიზირებული კანია თორსა თქვათ წარმოიდგინეთ ეხორცება კიდევაც და აქ აგუკეთებია რამოდენიმე ოპერაცია თქო 3 თვის განმავლობაში დაგვიფარია ფართობი ღორის კანი და მე როგორ ხდება იმის ეტაპობრივად მოცილება და საბოლოო ჯამში უკვე შეხორცებული უბნებიდან კანის გადატანა და საბოლოო ჯამში დახურვა რა საინტერესოა და რა ხანგრძლივ აი დაახლოებით რა პერიოდია ეს ყოფილა პაციენტები მაგალითად 3 თვეც კი დაყოლებულან ჩვენთან დამწრობის შესაძლებლად ძალიან დიდი დრო არის იმას თუ გავითვალისწინებთ რომ ეს ყველაფერი არის დაკავშირებული დისკომფორტთან გადახვევებთან ტკივილთან თითქმის ყველა ჩვენ პაციენტს სჭირდებათ ფსიქოლოგიური მხარდაჭერა უცდელი იქნება თუ ბავშვი. საბედნიეროდ ჩვენ ბავშვთა სერვისს დაახლოებით 5 წელია უკვე მუშაობს ფსიქონევროლოგები, ანუ ფსიქოლოგები მუშაობენ ბავშვებთან და მშობლებთან. ჯოინის კლინიკიდან გაფართოვდნენ და გაიყვნენ და თქვა ამერიკული პროექტია და ძალიან გვეხმარება ამ ყველაფერში. ადრე სულ კონფლიქტი ქონდა გინდა არ გინდა მშობელთან, იმიტომ რომ ძირითადად მშობლის რეალობა იყო დამწრობის მიღება, სულ განტევებისვაც აბა იქ მეტპერსონალთან სულ კონფლიქტი იყო. როგორც კი ფსიქოლოგებმა დაიწყეს მუშაობა ბავშვებთან და მშობლებთან, ერთი გუნდი გახდა ყველას მიზანი ისედაც ესე იყო, მაგრამ ამას ყველა ერთად ვერ ხვდებოდა, რომ თავარი მიზანი იყო ბავშვის დროულად გამოჯანმრთელება. მარტო ხატული კედლები და დაყრილი სათამაშოები არ შვილის ბავშვის გართობას. იცი რატო ამ მნიშვნელოვანი სათამაშოთი ერთობა ბავშვი კლინიკაში, იმიტომ რომ ამ მომენტში მან იცის რომ ეს არის უსაფრთხოდ და ტკივილს არ ემუქრება მას გართობის სათამაშოს დროს. ამიტომაც რიგია ხომ ჩვენთან გასართობ ოთახში რომ საფათ უნდა ყველა რომ შეხოვა გაიკეთოს რა თქვა შემდეგ უკვე გაერთო. დიაგნოსტიკის მეთოდები ანუ თქვენ შემთხვევაში ძირითადი რა არის? ძირითადად ეს არის ვიზუალური შეფასება. ეს არის მაინც ქიმის თვალი. რა თქმა უნდა სიმკვრივე ნეკროზის კიდე თუ არა გამოიცო. თუმცა არის ისეთი აპარატები, რომელიც ვთქვათ სითბოს გატარებასთან ერთად გიჩვენებს ზუსტად სად არის ღრმადაზიანება, მაგრამ ეს ძალიან პირობითია. ასევე არის სპეციალური ვთქვათ პროგრამა, რომელიც ფართობის დათვლას, ზუსტად ფართობის დათვლას უწყობს ხელს, მაგრამ მაინც რჩება აი ეს ვიზუალური შეფერილობა სიღრმე აი როგორ გითხათ მაგალითად ღმა მესამე ხარისხის დროს სიმკვრივე მომატებულია და ოდნავ ჩავარდნილია ხოლმე კანის ეტაპებთან ღრმა დამწრობა გვერდიდან გახედავ ხოლმე თუ არის ჯარმოებული თუ თასატყობ რომ ეს არის მესამე ხარისხი და შედარებით ზედაპირული მეორე მესამე ხარისხის პირიქით უფრო ანთებითია და ამოწეულია ალბათ გამოცდილებაც უკვე ისა, თუმცა აი 4 ფაქტორის გათვალისწინება თავსატეხივით არის ხო, მაგრამ ესეა მედიცინა თავსატეხივით. კი ბატონო, 2x2 4 ყოველთვის არ არის მედიცინაში. კი არა, მათემატიკაში არ არის ხოლმე ხანდახან. მქონია შემთხვევა, რომ 5 ყოფილა. ხო, ქონია. კი ბატონო. აი კიდე რისი თქმა მინდა
ანგიოლოგების დაუშვათ ჩართულობა რამდენად ხშირია, იმიტომ რომ სიზარღვების დამწრობაც ალბათ არის, ხო? განსაკუთრებით ღრმა დამწრობების დროს. ჩვენთან მარტო დამწრობა არ არის, ასევე რეკონსტრუქციული პლასტიკური ქირურგიაც კეთდება, ტრამიშოვი კანის დეფექტები, მოხრითი კონტრაქტურები, ასევე თქვათ მიკროქირურგიას ვიყენებთ ხოლმე, როცა თქვათ ფუნქციის მოშლა არის ხოლმე, არ არის აუცილებელი თქვათ დამწრობა სხვა შემთხვევების დროს. ანგიოლოგებთან ერთადაც გვიმუშავე, ვერც ვიხსენებ სპეციალობას, ვისთან ერთადაც არ მიმუშავია, იმიტომ რომ ყოფილა შემთხვევები, რომ თქვათ, ქირურგებთან ერთადაც ვიმუშავია, იმიტომ რომ შემოვალი ჭრილობა ყოფილა შემთხვევები ანგიოლოგებთან ერთად, ნეიროქირურგებთან ერთად ვიმუშავია, რათა უნდა საოცარი იყოს ელექტროკონტაქტი, თორსა თავის ქალა არის გაუმავალი წერტილი და იქ ძვალზე გაქვს სამუშაო წლის მოცილება გჭირდება. ამიტომ ეს ყველაფერი კომპლექსურად ხორციელდება. კარგი, ახლა ასეთ თემებზეც ვისაუბროთ. მონაყოლით მორჩენილი პაციენტი ვიცი რომ შენ გქონია ესეთი შემთხვევა რომ პაციენტი გიყვებოდა როგორ რანაირად და შენ დისტანციურად კურნალობდი. ეს რა შემთხვევასთან მქონდა საქმე? ყოფილა რომ მობრძანდით, არა ვერ მოვალ მერიდება, ვერ განახებს. გინდა ფოტო გავამიგზავნოთ, არა ფოტოს გამოღება მით უმეტეს მერიდება. აბა მეთქი რაღაცა ხო უნდა კონტაქტი შედგეს და ესე თუ შეიძლება მოგიყვებით რა მდგომარეობა მაქვს და სხვადასხვას კარგად ყვებოდა ძალიან ისე ორ დღეში ერთხელ ყოველ შეხვევაზე ვაყოლინებდი ამბავს და მორჩა ყოფილა შემთხვევა რომ მანქანიდან არ გადმოსულა მიმღებში პაციენტი. ეგეთი შემთხვევაც ყოფილა. 10 მეტრი ექვე მანქანა მოუყენა, არა ცუდად ამაკ დაცდილიო კლინიკაში მისვლაო და ცოცხალი თავით არ გადმოვიდა რა. თუ შენ მიყვედი მანქანას. ხო, ხა მოსული იყო კაცი, ხა ფეხის ანახავად ესე დანიშნულება იქვე გავაწოდე და კარგად იღავი. კარგი და ამ შეხვევებს თვითონ იკეთებდა ეს ვინც გიყვებოდა? კი, თვითონ იკეთებდა, ხა ვიზა ანახებდა ხა. ხო, გიწევს რაღაცა იქ იუმორის ელემენტებიც იპოვო რაღაცნაირად შენს ცოტა იუმორთან ერთად ძალიან ადვილია ხა პაციენტთან ერთად თუ არ გაურია იუმორი, ისაც სტრესულია, ისაც ამდენ უბედურებას უყურებს და თვითონ პაციენტებსაც ძალიან მნიშვნელოვანია. დაკვირვებული ვარ, რომ ის პაციენტები, ვისაც ეს იუმორში გადააქვთ ეს ყველაფერი ძალიან ადვილად რჩებიან ხოლმე, ძალიან მალე რჩებიან და ძალიან ისეთი შეხედავ პოზიტივია თვალებში ეთყობათ კიდევაც. ხო. გუგა კიდე რა მითხარი, იცი? და მე ცოტა სხვა თემებზე უნდა სხვა თემაზე მინდა შეგეკითხო შენი აზრი აბსოლუტურად არანაირი კავშირი რო არ არის დამწრობასთან და მედიცინასთან. აი ჩვენ ვთქვით რა უნდა გავაკეთოთ. მოდი ახლა ვთქვათ რა არ უნდა გავაკეთოთ. როდესაც სახლის ბავშვად სახლის პირობებში დამწრობას მივიღებთ ან ჩვენი ოჯახის წევრი. აი ესე იგი ვერ წარმოიდგენ ადამიანის ფანტაზიას ადამდე მიდის. აი სამზარეულოს წიგნი რო არის ადილებს რომ მზადდება, აი ინგრედიენტს ვერ იპოვი, რომელსაც არ ხმარობდნენ ამ თქვათ დამწრობაზე. ეს არის ზეთი, სოდა, არაჟანი, მაწონი, აი ყველა ინგრედიენტი თქვათ. ხო, მაწონი არ არის ის ძველი როგორ არის იცი? მაგალითად წყალს შეიცავს დიდი რაოდენობით, ახლოთ 80% ვარცდები მაწონში და წყლის აორთქლებას თან ახლავს სითბოს წართმევა. აჰა. ანუ ეს წყალი რო ორთქლდება, სიგრილია და სიამოვნებს ძალიან. იგივე თორე რეალურად საქმეს არ აკეთებს. არ აკეთებს. იგივე თქვათ წარმატებით შეგიძლია მაისური წყალში დაასრულო, გაწურო ონასველი და დაიფინო, წყალს ორთქლდება, ისიც სიამოვნებს. ეხლა როცა თქვათ ტრიალმინდურში ხარ და დაიწვიდა 1 კილო მაწონი გაქვს, შეგიძლია ნახევარი შეჭამო და ნახევარი ვიღაც წაისვა. შვებას მოგურის, მაგრამ მას სამკურნალო ეფექტი არანაირი არა. აი კიდე რა არ გავაკეთოთ სახლის პირობებში. საჭმელი სოდა კიდე უარესია ქიმიურ დამწრობას პლუს იწვევს. ხმარობენ ხოლმე? კი, საჭმელ სოდას. ასევე ხმარობენ ხოლმე კბილის პასტას, იქ მენთოლ შეიცავს, მენთოლიც ასევე თქვა სიგრილის ეფექტია და ეგ საიდან მოდის არა, მაგრამ ერთი პერიოდი, პაციენტი რო შემოდიოდა კბილის პასტით ჩვეულებრივად იყო თავიდან ბოლომდე გაპოხილი. შარდის შემთხვევები საერთოდ კი გავიცინეთ შუა საუკუნეებს, მაგრამ მიუხედავად მედიცინის განვითარებისა, მაინც გვაქვს შემთხვევები, რომ შარდის ან საფენები მაინც არის.
იმითაც ხო იცი როგორ ხდება ხომ რაღაცა ტრამვა და ვიღაცა ჭკვიანი აუცილებლად რაღაცას ისეც გიცევს რომ მე ვიცი ეს არის ყველაზე საუკეთესო და მეზობელი ახლობელი მე საყდურსაც ვერ ეთქვი ხა რა მოხდა ხა კაის გაკეთება უნდა მაგრამ სულ იმას ვიმეორებ თუ არ შეგიძლია სწორი დახმარება ჯობია რომ მოცილდა და გვერდიდან დააგვირდა მაინც ესე გჩერდებით იმაზე რომ ტანსაცმლის მოცილება გამდინარე წყალი და მივდივარ სპეციალისტთან და კიდე ერთხელ გავიმეორებ და არ დავიღლები ამ გამეორებ თუ ჯობია გარემოს შეფასება და ის უსაფრთხოების მინიმალური ეს არ არის ოჯახის შემოსავალზე და ამაზე დამოკიდებული მაგალითად როცა პატარა ბავშვი ყავს და კიდევ დიდი ბავშვი ყავდეს ელექტროსადენების სახში არ უნდა იყოს შიშველი წვერები არ უნდა ჩანდეს იმიტომ რომ ის რაღაცა ის ლეიკოპლასტიდითაც იფარება ის არღის ძალიან ძვირი ხო მესმის ხო ეს არ არის იმას მაგალითად ქიმიურად აქტიური ნივთიერებები რომელსაც ხმარობ თქვათ საკანალიზაციო მილების გასაწმენდად ბავშვის ხელმისაწვდომი არ უნდა იყოს ჩვენ მაგალითად აფარებული აკრული გვაქვს ლეიკოები ყველაფერზე არც მაქვს იმიტომ რომ მიჩვენია დავიდე მოვყიდო და იმიტომ რომ ისეთი შეფუთვით არის ზოგიერთი ისეთი მჭყველებისა მოზილსაც კი შეიძლება წაუცდას ხელი მესმის მოკლედ ახლა ბოლოსკენ ცოტა სხვა თემასაც სხვა ვისაუბრე არა ძალიან კარგად ისაუბრე და რა ვიცი მე დარწმუნებული ვარ იცი რა არის მე შენ ყველაფერი კარგად თქვი მაგრამ რამდენად მე დავსვი ყველა ის შეკითხვა რაც ჩვენს მაყურებელს აინტერესებს ამაშია საქმე მაგრამ იმედია რომ დავსვი ეს კითხვები და ახლა ისე ვერ გაგიშვებ შენ ფეხბურთის დიდი მოყვარული ხარ მსოფლიო ჩემპიონატი მოგვადგა კარს ხო ხო და ზოგადად შენი ფავორიტი ვინ არის ამ მსოფლიო ჩემპიონატზე? ნუ ჩვენ არ ვართ. მთელი ბავშვობა გულშემატკივრობდი გერმანულ ფეხბურთს და მიუნხენის ბაიერნს, მაგრამ საერთოდ აღარ მახსოვს მიუნხენის ბაიერნი. აი, ჩემი თავი დავიჭირე ეხლა რომ საერთოდ აღარც ვიხედები იქით. ეხლა მაგალითად რეალს რო ეთამაშებოდა გულშემატკივრობდი რეალს, იმიტომ მინდოდა ხუჩაკ რეალს შეხვედროთ. აჰა, გასაგებია. ეს უნდა საოცარი იყოს. მეცაც გეტყვი, გერმანიის ნაკრებით საერთოდ აღარ მახსოვს. ევროპის ჩემპიონატის მერე, იმიტომ რომ მქონდა ბედნიერება ესპანეთის თამაშს დავსწრებოდი საქართველოს ესპანეთის თამაშს გერმანიაში. ეს იყო აი რა ვიცი მე რა. გული მწყდება რაზე, რომ მამა ჩემი ვერ მოესწრო ამ პერიოდს. და ალბათ ვინმე რომ მითხავს იგივე მამა ჩემიც ვერ მოესწრო კიდე წაუღებდიო იმ ქვეყანაზე ხო აი რამოდენიმე თამაში აურჩევდი და ვანახებდი ხუჩას თამაშს იმიტომ რომ აი სულ მაგაზე მეფიქრება და მაგაზე ალბათ ტელევიზორი იქნება იქ სადაც არის და ალბათ უყურებენ კიდევაც და მაინც შენი პროგნოზი რა არის მსოფლიოზე ახლა ხო უნდა უყუროთ გერმანიის ნაკრები გერმანია გახდება მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთს ყავს ძალიან მაგარი შემადგენლობა არ მეტახები აი თვალი არ ეცეთ, მაგრამ მაინც მგონია გერმანია გახდება რა. არ ვიცი, ესე მგონია. ანუ გერმანია მეხუთეჯერ გახდება მსოფლიო ჩემპიონი. კარგი. ნახოთ რამდენად ახტება შენი პროგნოზი. მე უფრო ხვალინდელ თამაშს ველოდები ვიდრე იქით რა. ხო, გასაგებია. მესმის. კარგი. მე ცოტა ხანი ჩემ პროგნოზიდან თავს შევიკავებ. ესეც ვიცოდი რომ. მე ხან ნიდერლანდები ბავშვობიდან ნიდერლანდები გახსოვს შენ ჩემი და ჰოლანდიის კიდე ნიდერლანდების ნაკრების ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება ეგეც მახსოვს 1988 წელსში მოხდა ეს ყველაფერი მანამდე ფავორიტი ნაკრები პრაქტიკულად არ მყოლია თვითონ ნიდერლანდების ხასიათი არის ეგეთი რა მქონდა ორი თვე ცხოვრობდი ჰოლანდიაში დაწყობის ცენტრში მქონდა რაღაც პრაქტიკა მაგრამ თვითონ ხასიათი აქვს ამ ერს ისეთი რომელიც აი მათ ფეხბურთს ძალიან შეესაბამება. კი, დეთანხმები. აი ეს დისციპლინა, ეს გულმოდგინება, ეს შემოქმედებითობა, ეს არის სხვასთან მეომარი მეზღვაურები და ესეთი გმირი ხალხი. ხო, როდესაც ნიდერლანდების ნაკრები გამართულ და კარგ ფეხბურთს თამაშობს, მას მექანიკურ ფორთოხალს ეძახიან ცნობილი ბიორჯესის ნაწარმოების მიხედვით. და კარგი, ბოლოს კითხავ, რადგანაც აი ახსენე შენ რომ ნიდერლანდებში ვიყავიო და ანუ შენი სფეროთი დამწრობის მიმართულებით წამყვანი ქვეყანა მაინც რომელია? ალბათ ამერიკის შეერთებული შტატები, კი, იმიტომ საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა თვითონ დამწრობითი პაციენტის მოვლა და შენახვა და აი ეს წარმოუდგენლად დიდი თანხებზე არის საუბარი. და გინდა არ გინდა ეს მაინც სოციალური ფენა.
დაახლოებით 10-დან 9 პაციენტი არის გაჭირვებული. კიდარ ესეა. ამიტომ ანუ ლიდერები არიან ამერიკელები. კი. ეხლა ხმამაღლა არც ვიტყვი რა თანხა იხარჯება ერთ დღეში დამწვარ პაციენტს ეს წარმოუდგენელი თანხებთან გვაქვს საუბარი. შესაბამისად ეხლა მოსახლეობა რაც დიდია, შემთხვევებიც მეტი იქნება. ძალიან დიდი ყურადღება ასევე ეთმობა აი თქვა მასობრივი ინფორმაციას, რომ ეს მოსახლეობა დაიცვან ესე თქვა ტრავმებისგან. 2025 წელს გერმანიაში არ დამწვარა ბავშვი 50%-ის ზევით ფართობით. ეს არის წარმოუდგენელი რამე. ესე კი ისე იმუშავა ჟურნალისტებმა ცალკე მასმედიამ ცალკე რომ აი იმდენი განხილება იმდენად ამაღლდა 2025 წელს 50%-ის ზევით ფართობით ბავშვი არ დამწვარა. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. გუგა ბოლოში ესეთი რომ მინდა კითხო, ხუმრობით რა თქმა უნდა, მაგრამ ძუნწკაძე რომ ამბობენ ხოლმე დამწვარიაო. შენი აზრით საიდან მოდის ეს? მაგაზე კი არ დაკვირვებულ ხარ, არ ვიცი საიდან მოდის, სიმართლე გითხრა. ისიც მეცაც გეტყვი, ისიც არ ვიცი შეყვარებულებს სიყვარულით დამწვარს ატო ეძახი. ეგეც კი არ ვიცი. დაიწო გული დაიწო. დამწვარი ვარ დამწვარი. დამწვარი, ხო? ესე საინტერესოა, მოვიძიოთ ეს ამბავი და მაინც შენი სპეციალობა. შოთა რუსთაველს საუსანში აქვს ნახსენები დამწრობა და მოყინვაც კი ისე ლამაზად შეიძლება ზეპირად ვერ გავხსნა, მაგრამ ძალიან ლამაზად თავისივე სიტყვებით ზუსტად აქ აღწერილი დამწრობა და მოყინვა. აშკარად თავის თვალით აქვს ნანახი. კარგი, გუგა, დიდი მადლობა. პირიქით მადლობა. დიდი მადლობა. ნამდვილად არ მიფიქრია ბევრი, ვინ იქნებოდა პირველი სტუმარი ჩვენი ახალი პოდკასტის. შეუნდა ყოფილიყავი ყველა ვარიანტში. ნახოთ როგორი ფეხი გაქვს. ნახოთ როგორი ფეხი გაქვს. თქვენ კი გვიყურეთ მეგობრებო პანამის არხზე, YouTube-ზე და მე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ პოდკასტის წამდგენია თვალის კლინიკა Eyeline-ი, სადაც აბსოლუტურად უპრობლემოდ და უმტკივნეულოდ შეგიძლიათ დაემშვიდობოთ სათვალეს. ასეთი იყო პირველი გადაცემა ოთარი ექიმო გუგა ქაშიბაძესთან ერთად. ჩვენ სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს დროებით გემშვიდობებით.